პრემიერ-მინისტრო შეკითხვები და მოკლე პასუხის გაგცეთ. მოკლე კითხვა. საზოგადოება გულისყურით შემოყურებთ თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სამართლიანობის აღდგენას ეხება. მე მინდა კონკრეტულად გითხოთ, გაზეთი ასავალ-დასავალი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად იკვეთება პრეზიდენტის ოჯახის მხრიდან, ოჯახის წევრების მხრიდან ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ნიშნები. კერძოდ საპატიმროებში ფიგურირებდა რამდენიმე სამედიცინო პროგრამა, რომელსაც კურირებდა პრეზიდენტის მეუღლე. საუბარი არის ძალიან დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაზე და საუბარი არის პატიმრებისთვის არადანიშნულებით ოპერაციის გაკეთებაზე, რის შედეგადაც პატიმრები ან ინვალიდები ხდებოდნენ, ან კვდებოდნენ. ჩვენ ხელთა გვაქვს კონკრეტული პატიმრების, არაერთი პატიმრის ჩვენება ამასთან დაკავშირებით და მინდა გითხოთ. თუ შეიძლება ეხლა გამართება თუ არა ძიება ამ მიმართულებით და თუ კი დაზუსტება რომ დამნაშავეები არიან პრეზიდენტის ოჯახის წევრები, სამართლიანობის აღდგენა და კანონის უზენაესობა შეეხება თუ არა მათ ყველას განურჩეულად. კარგი, მადლობა. კანონი უნდა იყოს ყველასთვის და მე ვფიქრობ, უმაღლესი თანამდებობის პირები და მისი ოჯახები პირველ რიგში უნდა იყვნენ კანონის წინაშე პასუხისმგებელნი. შესაბამისად, ეს არის ზოგადი პასუხი. მე არ ვიცი ეს ფაქტები, რასაც თქვენ საუბრობდით. თუ კი არსებობს ამის ფაქტები, გამოძიებას უნდა გადაეცეს და ამას გამოძიება და სასამართლო დაადგეს საბოლოო ჯამში. კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. გაზეთი გურჯაანი ზვიად ბიაშვილი დასვამ შეკითხვას და აზერბაიჯანული მედია არის, რომელსაც მიეცემა საშუალება. უკაცრავად. მოგესალმებით, ბატონო პრემიერო. მე მაინტერესებს თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელეთ მეზობელ აზერბაიჯანში. ხმამაღლა ისაუბრა. პირველი ვიზიტი, ერთ-ერთი კი არა, პირველი ვიზიტი ხოდა? პირველი ვიზიტი.